ეს კადრები გადაღებულია რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, კერძოდ აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან 28 აგვისტოს და ჩანს მასზე მასშტაბური ხანძარი, მას შემდეგ რაც განხორციელდა უკრაინელების კომბინირებული შეტევა დრონების და რაკეტების გამოყენებით. შედეგს ხედავთ, არის მასშტაბური ხანძარი და მასშტაბური დაზიანებაც. შედეგად, როგორც რუსულმა, ასევე უკრაინულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ ამ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ გაურკვეველი დროით შეაჩერა მუშაობა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, უშუალოდ 28 აგვისტოს მომხდარი. ანალოგიური ამბავი მოხდა უკვე სამარის ოლქშიც, სადაც კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა. აქ არის ფოტო დართული აი ამ ინფორმაციაზე, რომელსაც ავრცელებს უკრაინული მედია და არის უпростоრად ეს აღწერაში ნათქვამია, რომ ეს არის რუსული წყაროებიდან მოპოვებული ფოტო, სადაც მასშტაბური ხანძარი ჩანს. აქვე არის სატვირთო, რომელიც დიდი ალბათობით არის სახანძრო ბრიგადის სატვირთო. აქ სხვა კადრებიც იყო, ვიდეო კადრები, რომელიც მე შემოხვდა და ასახავდა აი ამ ძალიან დიდ ხანძარს და აქვე არის ვიდეო მასალად, სადაც უშუალოდ დრონის მიფრენის მომენტი ჩანს. ეს საინტერესო კადრია, ხედავთ აი როგორ მიფრინავს შორსმოქმედი უკრაინული დრონი და საინტერესოა, რომ ამ მომენტში ჩანს, რომ ობიექტზე უკვე ძალიან დიდი ხანძარია, რაც ნიშნავს იმას, რომ მანამდე უკვე რამდენიმე დრონი დაეშვა აქ და აი დაშვების მომენტი მასშტაბური აფეთქება ამ შემთხვევაშიც, რამაც გამოიწვია ზიანი და კრასნოდარის მხარეში აფიფსკის ქარხნის მსგავსად ამ შემთხვევაშიც შეჩერებული არის ნავთობწარმოება მთლიანად ამ ობიექტზე. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური ირწმუნება, რომ მხოლოდ აი ამ ორი დიდი შეტევის შედეგად, რომელიც ერთ დღეში განხორციელდა, მათ მოახერხეს მთლიანი რუსული წარმოების მოცულობის 4.7%-ით შემცირება. აქვე გაჩვენებთ მის ციტატებს, რომელიც ამ ორ შეტევასაც ეხება და ეხება ასევე მთლიანად აგვისტოს თვეში მათ მიერ მიღწეულ შედეგებს უშუალოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების შემდეგ. მადიარი ასე მოიხსენებენ სწორედ აი ამ კონკრეტული დანაყოფის მეთაურს, ამ დანაყოფს ეძახიან ხოლმე მადიარის ჩიტებსაც, შესაძლოა ეს დასახელებაც მოხვედრიათ სხვა დროსაც ახალი ამბების გაცნობის დროს, საკმაოდ პოპულარული კაცი არის. მადიარი, ხო, ეს კაცი ასეთ რამეს ამბობს, რომ მხოლოდ აგვისტოს თვეში 2 კვირის განმავლობაში მათ მოახერხეს რუსეთის ნავთობის გადამუშავების 21%-ით შემცირება. ამ შემთხვევაში უშუალოდ კუიბიშევის და აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე კი ამბობს, რომ მაგალითად კუიბიშევის სიმძლავრე არის წელიწადში 7 მილიონი ტონა ნავთობი და საერთო მოცულობაში მისი წილი არის 2.5%, რაც შეეხება აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, მისი წლიური სიმძლავრე არის 6.25 მილიონი ტონას და საერთო მოცულობაში ეს არის 2.2%. შესაბამისად, გამოდის, რომ 4.7%-ით შემცირებაზეა თუ დავეყრდნობით აი ამ ინფორმაციას საუბარი, რაც არის თავისთავად ძალიან დიდი ციფრი. მთლიანობაში კი 21%-ზე საუბრობს მადიარი, რომელიც მათ აი ამ იერიშების შედეგად შეამცირეს რუსეთის ნავთობმოპოვების საერთო მოცულობაში. აქვე გადავხედოთ უშუალოდ აგვისტოს თვეში, როდის რას დაარტყეს დასახელებების და თარიღების მიხედვით, ესე იგი რიაზანი და ნოვოკუიბიშევის გადამამუშავებელი ქარხნები ორივე სამარის რეგიონში 2 აგვისტო, შემდეგ 7 აგვისტოს აფიფსკის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც როგორც ხედავთ უკვე 28 აგვისტოს განმეორებით დაარტყეს, 10 აგვისტო სარატოვის გადამამუშავებელი ქარხანა, 13 და 19 აგვისტო ვოლგოგრადის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ეკუთვნის კომპანია ლუკოილს, ამ შემთხვევაში საუბარია, რომ ორ სხვადასხვა დღეს 13-ში და 19-ში დაარტყეს ამ ერთი და იგივე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. 15 აგვისტო და 24 აგვისტო ასევე აქ ორი იერიში არის სიზრანის გადამამუშავებელ ქარხანაზე. 24 აგვისტო ნოვოშახტინსკის გადამამუშავებელი ქარხანა, აქაც ძალიან დიდი ზიანი იყო, არაერთი კადრი იყო, ფოტო თუ ვიდეო მასალა გავრცელებული. დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში იწოდა კონკრეტულად ნოვოშახტინსკის ქარხანა, მას შემდეგ რაც მასზე განხორციელდა იერიში, იმიტომ რომ იქ რამდენიმე მსხვილ რეზერვუარზე მოხდა დაარტყმა და გამოიწვია ამან ძალიან დიდი ხანძარი. 28 აგვისტო კი, როგორც უკვე ვახსენეთ, ეს არის კუიბიშევი და ეს არის აფიფსკის რეგიონები, გადამამუშავებელი ქარხნები. აქვე გვაქვს რუკა, სადაც
კონკრეტული ოლქები, ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არის მონიშნული მათი ლოკაციები, რაზეც ვისაუბრეთ, სადაც განხორციელდა ეს შეტევები და ნათქვამია, რომ დაახლოებით რიგ შემთხვევებში 1000 კილომეტრის სიღრმეშიც კი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა ეს იერიშები დრონების და რაკეტების გამოყენებით. მოკლედ, საკმაოდ დიდი შედეგებია, საკმაოდ დიდი ციფრებია, რომ არ დავეყრდნოთ მხოლოდ ერთ წყაროს ამ შემთხვევაში, ვინმე რომ არ ჩათვალოს, რომ მხოლოდ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურს ვეყრდნობით. მოდი ვნახოთ როიტერის მასალა, რომელიც ასევე აი ამ თემას ეხება და როიტერი 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ აი ამ ინფორმაციაში აღწერს შემდეგნაირ სიტუაციას, რომ ბოლო 10 თავდასხმის შედეგად, ბოლო 10 იერიშის შედეგად მთლიანობაში რუსეთის ნავთობის მოპოვების 17%-ით შემცირება შეძლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რაც ყოველდღიური მოცულობის გამოთვლის შემთხვევაში ასე გამოიყურება 1.1 მილიონი ბარელი ყოველდღიური მოპოვების შემცირება. საკმაოდ სოლიდური ციფრია ამ შემთხვევაშიც დამეთანხმებით. აი ამ ტიპის შეტევების დროს უკრაინას აქვს ორი ძირითადი ამოცანა. ერთი ცხადი არის საექსპორტო პოტენციალის შემცირება, ნაკლებს გადაამუშავებენ, ნაკლებს გაყიდიან და ნაკლები ფული შევა რუსეთის ომის ბიუჯეტში და მეორე არის უშუალოდ სამხედრო მოქმედებებისთვის გათვალისწინებული ნავთობის რეზერვუარებისა და საწარმოების დაბომბვა. შესაბამისად, ისინი ამ გზით წნეხის ქვეშ აქცევენ რუსეთის მომარაგების ჯაჭვებს, ლოჯისტიკას და შესაბამისად ამცირებენ რუსეთის შეტევით პოტენციალს უშუალოდ ფრონტის ხაზზე. სწორედ აი ამას უკავშირდება ერთ-ერთი სიახლე, რომელიც ახლა უნდა გაგაცნობთ, ესე იგი Kyiv Independent-ი ავრცელებს ინფორმაციას დღეს, ეს არის დღევანდელი ნიუსი, 29 აგვისტოს ნიუსი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბრიანსკის ოლქში რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ოლქი არის ეს, მათ დაარტყეს ერთ-ერთ მსხვილ დიზელის გადამქაჩ სადგურს, რომელიც უშუალოდ ფრონტის ხაზზე შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი საწვავის მომარაგების ჯაჭვში იყო, ასე ვთქვათ, ჩართული და ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ამ კონკრეტულმა სადგურმა ამ დარტყმის შედეგად შეაჩერა მუშაობა. აქვე ინფორმაცია მოცულობასთან დაკავშირებით, ესე იგი, როგორც აქ არის ნათქვამი, 10.5 მილიონი ტონა ნავთობის გადაკაჩვა არის ყოველწლიურად აი ამ კონკრეტული სადგურის სიმძლავრე. უშუალოდ გადამქაჩი სადგურების, გადამამუშავებელი ქარხნების თუ რეზერვუარების გარდა უკრაინელები ხშირად ურტყამენ ასევე რუსულ საწვავს, რომელიც მიემართება ფრონტისკენ და არის გზაში. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ მაგალითად ბოლო ვიდეოს, რომელიც აი ამ თემას უკავშირდება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დივერსიულმა ჯგუფმა ტვერის ოლქში რკინიგზის სადგურზე განახორციელა ეს დივერსიული აქტი და ხედავთ კადრს, სადაც ჩანს აი აქ აფეთქების კადრი, ხედავთ ვაგონი, ცისტერნა, რომელიც ფეთქდება. რადგან ნავთობ ობიექტებზე მიტანილ იერიშებზე და გამოწვეულ ზარალზე ვსაუბრობთ, არ იქნება ურიგო რომ ვახსენოთ ამთვის ერთ-ერთი ასევე მსხვილი და რეზონანსული ამბავი, რომელიც ეხება მილსადენ დრუჟბაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიტანილ არაერთ იერიშს, რამაც თითქმის ერთი კვირის განმავლობაში უნგრეთს და სლოვაკეთს შეუჩერა რუსული ნედლი ნავთობის მიწოდება. ამ თემაზე მაქვს მე ვიდეო ჩაწერილი, რამდენიმე დღის წინ და იქ შეგიძლიათ დაწვრილებით გაეცნოთ, თუმცა აქაც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დიდი პოლიტიკური სკანდალიც მოყვა ამ ამბავს, კრიტიკა უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებებისგან, პასუხი უკრაინის ოფიციალური პირებისგან, იმის შესახებ, რომ მათ, ანუ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ამ შემთხვევაში უნდა შეამცირონ საკუთარი დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე და პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეთ უკრაინასთან, რომელიც თავს იცავს და იტოვებს უფლებას, რომ მის ტერიტორიაზე არ გაატაროს რუსული ნედლი ნავთობი, რომლითაც მილიონების შემოსავალს იღებს და მილიარდების რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი და შემდეგ აი ამ ფულით დაფინანსებული შეიარაღებული ძალებით თავს ესხმის უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას. ასეთი თავდასხმები კი ყოველდღიურად ხორციელდება. გუშინ მაგალითად კიევზე განხორციელებული იერიშების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ეს არის ყოველდღიური რეალობა უკრაინის მოსახლეობისთვის. შესაბამისად, რომ
შევაჯამოთ, პრინციპში ესეთი მოკლე და ნიუსური მიმოხილვა გამომივიდა, ფაქტებით გაგაცანით შედეგები, რაც უკავშირდება რუსეთის ბიუჯეტის შემცირებას, რუსეთის ნავდობ რესურსების განადგურებას ეტაპობრივად და მიზანმიმართულად უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ და ხო, ეს არის მათი ერთ-ერთი ამოცანა. გარდა იმისა, რომ ისინი ცდილობენ, რომ ფრონტის ხაზზე შეაკავონ მტრის აგრესია, ასევე მათი ამოცანა არის, რომ ომის წარმოების მთავარი ინსტრუმენტი გამოაცალონ პუტინს ხელიდან, რაც არის დიდწილად სწორედ ენერგორესურსები, მათი გაყიდვა და მათგან მიღებული შემოსავლები. სულ ეს არის პრინციპში, რაც მინდოდა აი ამ მოკლე ვიდეოში მეთქვა. დააფიქსირეთ თქვენი პოზიციები უკვე კომენტარებში, დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და თუ არ ხართ ჩემი არხის გამომწერები, ძალიან კარგი იქნება თუ გამოიწერთ და ამით დამეხმარებით პროექტის განვითარებაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. ნახვამდის.